ჩინეთიდან რო ახალი ვირუსიაო, ამაზეა კითხვები, ბევრი კომენტარებში დაუპასუხებ, რა არის, რას უნდა ველოდეთ და ამერიკაშიც იყო მნიშვნელოვანი სიახლეები ვირუსებთან დაკავშირებით და თუ რამეა სიახლე და თუ უნდა ველოდეთ ახალ პანდემიას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვნად იმიტომ გაიზარდა ინფორმაცია ამ ვირუსებთან დაკავშირებით, რომ რაოდენობები მართლა არის მომატებული, ოღონდ ეს არის ინფლუენსა ვირუსი არის გრიპის ვირუსი, რომელსაც ვიცნობთ დიდი ხანია კაცობრიობა და სულ არის ისედაც სულ ცირკულირებს ჩვენს გარშემო. შესაბამისად, ეს არ არის სიახლე. სიახლეები სადაა მოკლედ? სიახლე არის ჩინეთიდან, რომელიც არის ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, ესე ქვია, და მაგის შემთხვევები არის გაზრდილი ძალიან მნიშვნელოვნად ჩინეთში და ამიტომ ექცევა ესე დიდი ყურადღება. ოღონდ ეს ვირუსის ესეთი გავრცელებაა სიახლე, რომელიც ახლა ხდება, თორემ ეს ვირუსი არ არის ახალი, კაიხანი არსებობს, კაიხანი იწვევს ისედაც გაციების მაგვარ სიმპტომებს, იწყება ხველით, ცხვირიდან ჩამონადენით, ყელის ტკივილით, მსუბუქი სიცხე და ხველა ახასიათებს რამდენიმე დღის განმავლობაში, მერე შეიძლება დარჩეს ხველება, მაგრამ არა ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ახლა საშიში რა არის ხოლმე, რომ თავარი რა კითხვას ვავენ, რომ ან სიკვდილიანობა თუ ახასიათებს, ან თუ ვინმე შეიძლება მოკლას ამ ვირუსმა, კი, ოღონდ 1%-ზე ნაკლებია, ეს ბევრად ნაკლებია, მოკლედ, ვიდრე იყო COVID-19 შემთხვევაში. შესაბამისად, COVID-19 ვერ შევადარებთ, სუსტია, თავიდანვე სუსტია, მოკლედ. ახლა რამდენად შანსია რომ გავრცელდეს აქაც რა თქმა უნდა იქნება გავრცელებული, იმიტომ რომ ისედაც სულ ცირკულირებს ეს ვირუსი სხვა ვირუსებთან ერთად. გაციების გამომწვევი ვირუსია ერთ-ერთი და ბავშვებს შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიოლიტი, მაგითია ცნობილი და შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთებაც, თუმცა იშვიათად და უმეტესად ერჩის მოკლედ ადამიანებს, რომელსაც იმუნიტეტი ძალიან დასუსტებული აქვს, ან ბავშვებს. შესაბამისად, რაც განსაკუთრებულს მოკლედ ჩინეთიდან არ ველოდებით ახლა, ისეთი აქ არაფერი არ არის. შეიძლება გავრცელდეს ჩვეულებრივ და სავარაუდოდ ისედაც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, სავარაუდოდ ისედაც იქნება, უბრალოდ იქ არის შემთხვევების დიდი რაოდენობა მომატებული, ასე რომ განსაკუთრებული სიახლე ეგ არ არის და არც განსაკუთრებული საფრთხე არ არის. ახლა მეორე უფრო შედარებით საყურადღებო რაც არის, მე რასაც ვიტყოდი, თუმცა აქაც რას უნდა ველოდოთ გეტყვით მოკლედ. H5N1 ესეთი ის არის ფრინველის გრიპი, ფრინველის გრიპი ბევრნაირი ალბათ გახსოვთ, მაგრამ ახლა რა იყო, რომ ამ ფრინველის გრიპმა გამოიწვია სიკვდილიანობა ამერიკაში, აღიწერა მოკლედ ფრინველისგან გადაედო ადამიანს, ეს გრიპის ვირუსია, ოღონდ ფრინველის გრიპის. და პრობლემა რაში ახლა ეს H5N1 არის ძალიან მაღალი ლეტალობის ვირუსი. ანუ სიკვდილიანობა აქვს თითქმის 60%. ანუ თუ ადამიანს დაემართა 60%-იანი ალბათობით შეიძლება ეს ადამიანი მოკლას. ანუ ეს ვირუსებში მიიჩნევა წარმოუდგენლად მაღლად. ახლა ეს მაღალი არ ქონდა, იმ ყვავილსაც არ ქონდა. 30%-იანი სიკვდილიანობა ქონდა ყვავილს. შესაბამისად, ეს არის ნამდვილად პრობლემა. ოღონდ კარგი ამბავი ის არის, რომ ადამიანს არ გადაეცემა. ამ ეტაპზე არ გადაეცემა და ის არ ვიცი ახლა მოვა თუ არა ისეთი დრო, როცა ადამიანს გადაეცემა. ამ ეტაპზე ასე არ ხდება. თუ მუტაცია განიცადეს, შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა. ახლა ჯერჯერობით არ არის ესე. ეს შემთხვევა რომ დაფიქსირდა, ამან გამოიწვია დიდი ყურადღება და იმანაც რომ შემთხვევები დაფიქსირდა, რომ გადაედო ფრინველიდან ადამიანს, რომელი ფრინველიდან ალბათ კითხვა ექნება ადამიანს, ქათმიდანაც გადადის და შინაურ ცხოველებიდან გედები, ბატები და იხვები და ესეთი. ანუ რომ გადამფრენი ფრინველები რო არიან, ეგ არის ხოლმე მნიშვნელოვანი წყარო, მით უმეტეს გავრცელდეს, თქვათ, მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა კაი ამბავი კიდევ ერთხელ ის არის, რომ ადამიანი და ადამიანს არ გადაეცემა, ან თუ მაინც ახლო კონტაქტი არ გაქვს, მოკლედ დაავადებულ ფრინველთან არ გადაეცემა ეს გრიპი.
გრიპის ვირუსი, ფრინველის გრიპის ვირუსი. თუმცა თუ გადაეცემა ძალიან საშიშია, მოკლედ იწვევს სასუნთქი სისტემის დისტრესს, იწვევს ფილტვების ანთებას, მძიმე ფორმით, ძალიან ძნელია და ადამიანს გადააქვს ძალიან მძიმედ. კიდევ რეებია ახლა COVID-19 არის ისევ ცირკულირებს ჩვეულებრივ. COVID-19-ის სიკვდილიანობა დაჯდა მოკლედ სადღაც 0.6%-დან 1%-მდე. მაინც არაა ცოტა, იმის კვალობაზე რომ გრიპს აქვს 0.1% გრიპის ვირუს, ანუ სადაც გრიპზე მაინც 6 ჯერ ძლიერი გამოდის რა. მიუხედავად იმისა, რომ იყო შტამები, რომელიც გრიპის ვირუსზე უფრო სუსტი იყო შტამები, რომელიც ბევრად ძლიერი იყო, ეხლა რაც ცირკულირებს სადღაც ესეა რა, რომ 0.6%-დან 1%-მდე ძირითადად ერჩის ესეც ადამიანებს, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნიტეტი. რითი იწყება ახლა? აი როგორ გავარჩიოთ? კიდე კითხვა არის ხოლმე, როგორ გავარჩიოთ? გრიპია, COVID-19-ია, რესპირატორული სინციტიალური ვირუსია, ეს მეტაპნევმოვირუსია, ნოროვირუსია, უბრალო გაციება, როგორ გავარჩიოთ? გრიპი იწყება სიცხით. ანუ სიცხით თუ იწყება, ანუ ერთ ფაშად სიცხით და სხეულის ტკივილით და მშრალი ხვრელით თუ იწყება, გრიპია მოკლედ. ანუ სიცხით თუ იწყება, გრიპია და სხეულის ტკივილით. COVID-19 სიცხით შეიძლება დაიწყოს მშრალი ხვრელით და გემოს დაკარგვა ახასიათებს ბევრ შემთხვევაში და ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი COVID-19-ისთვის და ქოშინი კიდე. ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება. ეგ არის COVID-19-ისთვის დამახასიათებელი. ანუ თუმცა შეიძლება ჩვეულებრივად უბრალოდ გაციების სიმპტომები ქონდეს. ან ბევრ ადამიანს უბრალოდ აი ცხვირიდან ჩამონადენი ცემინება და ეს ჩვეულებრივად გადის ბევრ შემთხვევაში. მაგრამ ზოგ ადამიანთან და მისთვის სახასიათო რაცაა უფრო რთულ მიმდინარეობაში არის ცხელება, სიცხე, ანუ მშრალი ხვრელა, გემონების დაკარგვა და ყნოსვის დაკარგვა და ქოშინი. ეგ არის შედარებით პრობლემა. სიკვდილიანობა დაახლოებით 1%-მდე, რაც არ არის კარგი. იწვევს კიდე ხანგრძლივ COVID-ს, ან მის მერე, ან COVID-ის გადატანის მერე, ბევრი ადამიანი არის სუსტად, ზოგ ადამიანს სუნთქვის პრობლემები აქვს, ზოგ ადამიანს თრომბის პრობლემები აქვს. მოკლედ ამას ხანგრძლივ COVID-ს ეძახიან, როცა რაღაც სიმპტომებს ტოვებს. როგორც წესი, დროთა განმავლობაში ეგ სიმპტომები ალაგდება. ზოგ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს ეგ სიმპტომები და ეს ხანგრძლივი COVID-ი ხო, ვისაც გქონიათ COVID-ი და რამე დაგიტოვათ, დატოვეთ, აბა ისე დაწერთ კომენტარებში, ვის რა სიმპტომები დაგიტოვათ, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ხოლმე რომ რაღაც სიმპტომი დაუტოვა და საინტერესოა. რესპირატორული სინციტიალური ვირუსი, ეს არის კიდე გავრცელებული ახლა. ეგ იწყება როგორც ცხვირიდან ჩამონადენით, ვიზინგით, ხმაურიანი სუნთქვა ბავშვებში, ხველა, სიცხე იშვიათია რა, დიდებში. ძირითადად ცხვირიდან ჩამონადენი და ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები აქვს, დიდებში ძირითადად ეგრეა. ახლა სიკვდილიანობა ძალიან დაბალი აქვს. უფრო სახიფათოა ბავშვებში, მაგრამ და ასაკონებში ჩვეულებრივ ჯამთელ ადამიანებში რესპირატორული სინციტიალური ვირუსი ძალიან იშვიათად რომ ამას სერიოზული გართულება გამოიწვევს. იგივე არის ეს ადამიანის მეტაპნევმოვირუსი ზრდასრულ ადამიანებში უმეტესად არაფერს არ იწვევს, ადამიანებს რომელსაც იმუნიტეტი დასუსტებული აქვს, მათთან უფრო საშიშია. თუმცა ეგეთ ადამიანებშიც კი სიკვდილიანობა დიდი არ აქვს ამ ვირუსს, რომელიც ჩინეთში გავრცელდა, ასე რომ განსაკუთრებით ამის საშიში არა. და ნოროვირუსი არის, რომელიც აი ღებინებით იწყება, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, ესენი და აი შემთხვევების ნოროვირუსის შემთხვევების მატებაც იყო ამერიკაში. ეხლა ეს ნოროვირუსი უფრო უკავშირდება ხოლმე იმას დაბინძურებას, წყლის დაბინძურებას, მაგალითად, საკვების დაბინძურებას, ხელების არდავა, ჰიგიენის პრობლემებს უკავშირდება, რომელიც საქართველოში არის მეტნაკლებად, თუ გახსოვთ, არ ვიცი, იყო რამდენიმე кейსი, რომ ბაღში იყო რაღაც ნოროვირუსის პრობლემა და რაღაც, ანუ ალაგ-ალაგ შრება ხოლმე, მაგრამ როგორ ვთქვათ, რომ რაღაც დიდი პრობლემა გვაქვს ახლა ნოროვირუსის გამო, ესე ამ ეტაპზე არ არის. ამ ეტაპზე მოკლედ რა ხდება? ინფლუენზა, ანუ გრიპზე აცრა არსებობს, ასე რომ შეუძლია გაიკეთოს ადამიანმა გრიპზე აცრა. ეფექტურია და უსაფრთხოა. ხო, რო ამბობენ იმას, რომ რაღაცა მილიონში და 2 მილიონში ერთი შემთხვევის რაღაცა საფრთხეები აქვს ვირუს და რაღაცა
2 მილიონში ერთი კი არა, ეხა ისა გრიპი თუ დაემართა ადამიანს 1%-ს კლავს 100 ადამიანიდან 1-ს კლავს, ასე რომ და ეს გრიპის ვირუსის ვაქცინა კიდე მით უმეტეს არ კლავს, უბრალოდ რაღაც გვერდ ეფექტები რომ 2 მილიონში ერთ ადამიანს კონდეს და თან არ მოკლას და აქეთ კიდე ეს თვითონ გრიპის ვირუსი 100-დან ერთ ადამიანს კლავს, ну რა ვიცი, ну 100-დან ერთ შეიძლება არა, მაგრამ ცოტა ნაკლებს, მაგრამ პირობითად ვამბობ, იმუნოკომპრომისულ ადამიანებში კი ადის მაგ პროცენტზე. ანუ ადამიანებს ვისაც დასუსტებული აქვს იმუნიტეტი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გრიპის ვაქცინა არის ჯამში ეფექტური უსაფრთხო და მაღალ რეკომენდირებულია რა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ვისაც იმუნიტეტი სუსტი აქვს. მაგათ. ხო, ну ვისაც იმუნიტეტი ძლიერი აქვს, იმას საერთოდ არ აინტერესებს ხოლმე როგორც წესი, ეს არც ვირუსები არ აინტერესებს და არც სრულად არ ხდება. ასე რომ მისი ფოკუსი არ არის აქეთ და ვისაც იმუნიტეტი სუსტი აქვს, მისთვის მნიშვნელოვანია ნამდვილად გრიპის ვაქცინაც და ხო, COVID-ი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ახლა დღესდღეობით ცირკულირებს და ამას ვერ უშრებით, თუმცა ის COVID-ის ვაქცინები მნიშვნელოვნად ამცირებს და ასუსტებს ვირუსის მოქმედებას, მნიშვნელოვნად და სიკვდილიანობას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს რა, სიკვდილიანობა და რთული შემთხვევები, ასე რომ COVID-ის ვაქცინაც ეფექტურია, ის გრიპის ვაქცინაც გვაქვს, ну რესპირატორულ სინციტიური ვირუსის ვაქცინა ყოველ შემთხვევაში ეს ხელმისაწვდომი და ესე არ არის, არც იმის მეტაპნევმოვირუსის ვაქცინა არ არის შექმნილი. ხო, შესაბამისად, ну იმ H5N1 არც არის და არცაა საჭირო ჯერ, იმიტომ რომ რამე მნიშვნელოვანი რისკები არ არის. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმედით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.